ეგრეთ წოდებულ კოლ-ცენტრების საქმეზე თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის ელისო კილაძის საქმე, რომელიც დანარჩენი 9 პირის საქმეს ცალკე წარმოებად გამოეყო, ისევ დახურულ რეჟიმში წარიმართა. წინა სასამართლო პროცესი საქმის გამოყოფამდეც დახურული იყო. პროცესის დახურვის შუამდგომლობა კვლავ პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა დააყენა. ბერძენიშვილმა დახურვის საფუძვლად მოწმეთა უსაფრთხოება დაასახელა. კონკრეტულად კი პროკურორის თქმით, პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოება დიდი რისკის ქვეშ არის, ვინაიდან ისინი, მათ შორის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების მამხილებელ ჩვენებებს იძლევიან. შუამდგომლობას სხდომის დახურვის შესახებ ქრონიკა პლუსის დამფუძნებელი არ დაეთანხმა. ჟურნალისტმა სხდომის დახურვამდე სიტყვით ისარგებლა და თქვა, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალი მამუკა მდინარაძის შურისძიება. მე ვარ მამუკა მდინარაძის ტყე. მდინარაძის შურისძიება, იმიტომ რომ მე გამოვაქვეყნე მისი კრიპტოსაფულე, რომელზეც იყო 251 ბიტკოინი, მე თურმე უთქვამს, რომ გადავამოწურო თავისთავად გადავამოწურო, რომ ეს არის ტყუილი. კრიპტოსაფულე რეგისტრირებულია ბლოკჩეინის ბაზაში მამუკა მდინარაძის პირადობის მოწვევით და ეს აუცილებლად იქნება გამოძიებული დიდი ალბათობით ამ ხელისუფლების პირობებში უკვე. ციხეში დავამყოფ ასეთ სიტყვას თქვი და არაუშავს, ნახოთ მისამ გამწესდება რუსთავის სამთავრობო კვარტალში. გენერალურმა პროკურორმა შექმნა სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი, რომელშიც მოწვეული ყავს უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახური. 6 წერილი გაუგზავნეს გენერალურ პროკურორს, რომ გამარკვიოს ვინ არიან ამ ჯგუფის შემადგენლობაში და ხო უნდა ვიცოდეთ ჩემი საქმე, ვინ გამოიძიეს. პასუხი არ მივიღია. გენერალურ პროკურორს მივწერე, რომ სურს ინფორმაცია მოგაწოდოთ გივი ჯიბლაძის და მერაბ ჯანგველაძის ურთიერთობის თაობაზე, იმიტომ რომ ჯიბლაძე ამბობდა, რომ ეს ჩვენებები შეთანხმებული აქვს ჯანგველაძესთან, ამის ჩანაწერიც არსებობს, უბრალოდ ჩემი პატიმრობის პირობებში ამ ჩანაწერის მოპოვება ჩემთვის ახლა შეუძლებელია, მაგრამ ვიცი, რომ ჩანაწერი არსებობს, კვლეულებიან, რომ ვარ ფულის გამთეთრებელი და ვარ თაღლითი. ანუ უნდა რეპუტაციულად დაასრულოს ჟურნალისტი ელისო კილაძე. დაასრულეთ საჯაროდ, გამასამართლეთ საჯაროდ. ელისო კილაძე 2026 წლის 18 თებერვალს დააკავეს საერთო ჯამში ეგრეთ წოდებულ კოლ-ცენტრების საქმეზე 10 პირია ბრალდებული. საქმეზე ბრალი წაყენებული აქვს მიმალვაში მყოფ ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში მსჯავრდებულ ძმებ მიქაძეებს, ასევე ირაკლი სეხნიაშვილს, მიხეილ ჩოხელს, გივი ჯიბლაძეს, ბენანორს, თორნიკე ჯანელიძესა და გიორგი კამლაძეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180 და 194 მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. ბრალდებულებს მხრიდან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.